ასული კვირა ჩვენ კვლავ უკმაყოფილო ვართ. გაეროს უმოქმედებით მორიგშვალებულ დოკუმენტში ნათლად არ ჩანს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. სპეცოპერაციისას კი მაღალჩინოსანი ძებნილი სამხედრო იღუპება. კვლავ ეჭვები, ვერსიები და სპეკულაციები. ხომ არ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ დეჟავუ გაქვთ, თითქოს ერთ ჩაკეტილ წრეში ტრიალებთ. ეს გრძნობა შეიძლება უფრო გაგიმძაფრდეთ მას შემდეგ, რაც გიორგი გვიშიანის რეპორტაჟს ნახავთ. მან საგანგებოდ ავტორისეული ტექსტი არ აქვს. ავტორმა შეარჩია ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების მონაწილეთა გამონათქვამები. შესაძლოა ეს კომპილაცია სრული არ იყოს, თუმცა ძირითად ხაზს აშკარად დაინახავთ. დასკვნები თქვენზეა. რომ ზარმაზანი გადავტენო და მიუტევო აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანია მშვიდობიანი მანიფესტანტები უდადაბა ფუნქციებას გამოვიდეს პრეზიდენტი და გიაპაექრობაში ჩაებას იმართოს ხალხს ერთადერთი გამოსავალი არის ეხლა კრიზისიდან გამოსვლის, რომ გამობძანდეს პრეზიდენტი. მოვიდეს და გვესაუბროს ამაზე დიდ მაგიდას ის ვერავის ვერ შეესაბამებს. აიაზები პარლამენტარული ბრძოლით, დირიჟორით, შინობიანი ძალისხმევით, უნდა გადავაკერავოთ დიქტატურა. ტირანი, დესპოტი შევანაძე მოსორდება დღეს. ჩვენ ალავიტანთ ამ პრეზიდენტს, ჩვენ ალავიტანთ მოძალათა ხელისუფლებას. მიშა! არ დაიხალოთ! ეს არის გამოჩნდა ნებისყოფის, გამძლეობის, ერთგულების და სიმტკიცის. პოლიტარულ გარემოებიდეთ, მაგრამ სანამ გამსახურდია იქნება პრეზიდენტი. ჩვენ არა გაგვცხრაგზეა, პოლიტიკა გაგბოლოდე, შეიძლება წავა, მიუტა პოლიტიკი ასპალეთიდან. შენი კონტროლი აღებდა სტარტთან, შენი კონტროლი აღება ყველგან. აი ეს არის სანამ მიბოძრაობა. ვიწყებთ რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქის მშენებლობას. ახლა დავიწყოთ, ახლა გარემოება ასე უნდა იყოს უსასრულო. სანამ არ გავა მიხეილ სააკაშვილი. ხომოიყოლა ჩვენ უკვე აღარ გვექნება, იმიტომ რომ ასე აღარ მისავზე საკნების კითხვას. იმდავის დამნაშავეა ჩოთინაშე. და უკვე დამნაშავე ხდება მთელი ერისა და ისტორიის წინაშე. უპირობოდ კითხოთ და სასწრაფოდ საქართველოს ფაქტიური პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას. უპირობოდ გადადგომას. პროფესიონია და მასპასუხებაში მიცემენ გადადგეს. შეგობიერად გადადგეს. უსისოდ გადადგეს. ჩვენ შეგვიძლია დიალოგი გავმართოთ ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის და ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე. ჩვენ ვიდეოით გარანტიას და მაგასით არავინ არ დააკარეს მეგობრებო. მე ვარ აღშფოთებული იმით, რაც გუშინ მოხდა და ამავდროულად აღშფოთებული იმ სრული უგუნური ნაბიჯით, რომელიც გადადგა ხელისუფლება. Наш президент, как ни странно, от демократии дошел до диктатуры. Это все видят. Видимо, он психически не совсем здоров. ტყუაზე არ არის. არაადეკვატურად იქცევა. ასაგებია რომ ერთხარის გიჟია. ჩვენ ხარ გავგიჟდებით, კაცო. პრეზიდენტის ქმედუნარიანობის საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადის დანიშვნამდე ჩემს თავზე ავიღო ის ფუნქციები, რომელიც მე კონსტიტუციით მევალება. დღეს ჩვენ დავინახეთ, დავწმუნდით, რომ ამ ქვეყანას ყავს არაადეკვატური პრეზიდენტი. კაცი, რომელიც ვერ ხვდება რა ხდება აქ რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ალტერნატივა გარდა ერთად ყოფნისა, გარდა დიალოგისა, გარდა ერთიანი მომავლის შენებლობისა, უბრალოდ არ გაგვაჩნია. ოპოზიცია და ოფიციოზი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ არის ეს გაუთავებელი მიტინგები, მანიფესტაციები. ოფიციოზი ძალიან სწრაფად დათანხმდეს დიალოგზე. დიალოგის რესურსი ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული. ამ ოპოზიციამ გამონახა საერთო პლატფორმა. ჩვენ იმას მივახციეთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიები თანხმდება სამ პუნქტზე. პირველი ინფორმაციის საშუალებათა სრული ლიბერალიზაცია. მედიის თავისუფლება. ნორმად უნდა გახადოთ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის ინსტიტუტის გაუქმება. მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა და ამ გზით სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი დაძლევა. პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაწყებული დევნის შეწყვეტა. მეოთხე მოთხოვნა არის, რომ პარლამენტმა სასახოდ დანიშნოს ახალი არჩევნები. ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. რადგან პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განაწილება დღესდღეობით არ პასუხობს რეალურ ძალთა განაწილებას საქართველოში. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მეგობრებო, ის არის გახალბების და ძალადობის შედეგად არჩეული. არჩეული არ არის შექმნილი, შეთქმნილი. ამ ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა მეც თქვენს თითეული ჩვენგანი გავწირა. მეც მომატყუეს და თქვენც მოგატყუეს. ოპოზიციის ლიდერებიც მოატყუეს. ხელისუფლებისა და მეფეში გასვლა უწყებენ ხელოვადიო დეპარტამენტის შენობის უდაბურებას. დღეს ცენტრალური ტელევიზიის წინ გაიშლება ახალი საკნების ქალაქი. 12 სექტემბერი ჩვენი საპროტესტო აქცია დეპარტამენტის კიდეებს. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საზოგადოებრივ მაუწყებელთან უკვე ტრადიციულ დროს დილის 9 საათისთვის გამოჩნდნენ. იწყება სრულად ახალი, უჩვეულო დღეები და ღამეები. აქტივისტებმა ტელევიზიის ყველა შესასვლელი ერთდროულად ჩაკეტეს, ერთ-ერთთან საკანი დადგეს. კიდეები. გარშემო შეკრებილი 1000 ჯულის ხალხი. თანაგრძნობა, ზიზღი, ახტაცება, აგრესია. ყველაფერს ქართველების მიერ ასე უხვად დაფიქრული იმავე ქართველების მიმართ. გვერდზეა გადადებული კალამი, კამერა, მიკროფონი. კიდევზე მეგაფონით ხელში ჟურნალისტები ითხოვენ სიტყვას. ქართველო ჟურნალისტებო, ვისაც შეგჭათ სინდისი გამომიდგარეთ და დანაკით საკუთარი ხალხის გვერდით. წავიდე სახლებში ესოფლიო ჩამოყარეთ, მომედა რა. წერეს უნდა დაყრდნო, მაგაზე თელმოსტაველი გასვა. ჩვენ მაგ ფეკალების პრობლემა არ აქვს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ფეკალიების პრობლემა, რომელიც ძალზე სერიოზულად დაგროვდა ქვეყანაში და ამას გავიტანთ აუცილებლად ამ მთელი ხალხი სწორედ ამიტომაც ავართ აქ შეკრებილი. აქეთ არ მოუშინო ბიჭო. თუ განაგძობს მერაბიშვილი და პოლიციის უფროსი და მთელი საქართველოს პოლიცია, ვინც ემსახურება ამ სისხლიან რეჟიმს, ზეწოლას ჩვენ მხარდამჭერებზე ძალაზე მიიღებენ ძალას, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. Ai, ese cabrito, hacer el patrimonio, hacer